მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ SAIES-ს საჩივრის განხილვის დაწყებას. ყოველ შემთხვევაში ეს საჩივარი უკვე გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ჩვენ მივიღეთ დადასტურება გუშინ, რომ საჩივარი რეგისტრირებულია. ეს საქმე შეეხება ხმის ფარულობის დარღვევას, რომელიც დაფიქსირდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და თქვენ როგორც გემახსოვრებათ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად მუშაობდა ამ საკითხზე, მათ შორის ჩვენ გამოვიყენეთ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა მექანიზმი სამართლებრივი დავის, შევიტანეთ არაერთი საჩივარი 73 ოლქის წინააღმდეგ და ეს საჩივრები შეეხებოდა ტექნოლოგიურ უბნებზე ხმის ფარულობის დარღვევის გამო შედეგების ბათილობის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ეს საქმე ეროვნულ დონეზე არ დაკმაყოფილდა და შემდგომ ჩვენ უკვე წარმოგვეშვა უფლება, რომ ამ საკითხზე მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის და მოგვეთხოვა, რომ ეს საკითხი განეხილა. ჩვენ დავობთ ამ საჩივარში პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლის დარღვევაზე, რომელიც საარჩევნო საკითხებს არეგულირებს, თავისუფალი არჩევნების უფლებას ადგენს ეს მუხლი და ამ მუხლის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ვამახვილებთ ყურადღებას. ერთი ეხება ხმის ფარულობის დარღვევის პრობლემას, მეორე ეხება დავების გადაწყვეტის უსამართლო პროცედურებს, რომელიც დაფიქსირდა ამ დავების განხილვისას და ასევე მათ შორის საჩივარი შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეს არ აქვს უფლება საკუთარი დარღვეული საარჩევნო უფლების შესახებ დამოუკიდებლად იდავოს და ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ დავის ფარგლებში განიხილება. კონტექსტი რომ გაგახსენოთ, რას ეხებოდა ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული დავა, ქვეყნის შიგნით ეს უკავშირდებოდა ბიულეტენის უკანა მხარეს, მარკერის კვალის გამოჩენას და ასევე ჩარჩო კონვერტის და იმ პროცედურების გამოყენებით, რომელსაც CESCO ინსტრუქციას უკეთებდა, ამ პროცედურების გამოყენებით ვერ იყო შესაძლებელი, რომ დაცული ყოფილიყო ხმის ფარულობის პრინციპი. ხმის ფარულობა არის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის დარღვევა, მათ შორის შედეგების გაბათილების ტოლფასი არის, თუმცა ამასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, ეროვნულმა სასამართლოებმა მანამდე საარჩევნო ადმინისტრაციებმა სათანადოდ არ შეისწავლეს ეს საკითხი და მიიღეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ეს იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ თვითონვე დამატებით ჩაატარა ექსპერიმენტი საქმის განხილვისას და აი ამ ექსპერიმენტის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმ კონკრეტული ბიულეტენის, მარკერის, ჩარჩო კონვერტის და ზოგადად არჩევნების ტექნოლოგიურ უბნებზე არჩევნების ჩატარების ის ფორმატი, რომელიც იყო დადგენილი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ვერ იძლეოდა ხმის ფარულობის დაცვის გარანტიებს და აქედან გამომდინარე თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო თეთრიწყაროსა და წალკიაში შემავალი ყველა ტექნოლოგიური უბნის შემაჯამებელი ოქმები, მაგრამ მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება უკვე შეცვალა სააპელაციო სასამართლომ და შედეგად ქვეყნის შიგნით არც ერთმა სასამართლომ არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება ამ საკითხზე. ჩვენ ასევე საბოლოოდ ამ საქმის შედეგი რა შეიძლება იყოს, ეს რა თქმა უნდა არის, მათ შორის პრეცედენტული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ დავას, იმიტომ რომ თავისი შინაარსით ისეთ საკითხებს ეხება, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მანამდე არ უმსჯელია და ახლა აი ამ დავის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, რომ იმსჯელოს და კონვენციის ჭრილში შეაფასოს უკვე ხმის არჩევნების ფარულობის საკითხი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმსჯელებს საკითხის ამ საჩივრის ფარგლებში, მას ექნება შესაძლებლობა იმსჯელოს იმაზეც დავის გადაწყვეტის ის ფორმატი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, გულისხმობს საარჩევნო დავებს, პასუხობს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს. დანარჩენ საკითხებზე დამატებით შეგვიძლია კითხვების რეჟიმშიც ვიპასუხოთ და დათა ხო არ დაამატებდი რამეს დაამატე და მე კითხვებიც გადაგიხდით. მოგესალმებით. როგორც აღენიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა კონკრეტული საჩივარი. ამ საჩივარში ორი ძირითადი მიმართულება არის, რაც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლით, რაც თავისუფალი არჩევნების უფლებას არეგულირებს. ერთი საკითხი მოიცავს თავად არჩევნების ფარულობას, რაც ფუნდამენტური პრინციპია არჩევნების და მის დარღვევის შემთხვევაში საერთოდ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო მეორე საკითხი შეეხება ამ საარჩევნო დარღვევებზე გამოვლენის
საარჩევნო დარღვევებზე წარმართულ სასამართლო და საზოგადოებრივი დავების პროცესებს, რომელმაც თავის მხრივ ცალკე შეადგინა არანაკლებ მნიშვნელოვანი დარღვევა საარჩევნო დავების ჭრილში. ამრიგად ერთი რომ გასაჩივრებულია ფარულობის საკითხი და მეორე ასევე გასაჩივრებულია ისეთი საკითხი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით საარჩევნო კანონმდებლობა მოქალაქეებს არ აძლევს შესაძლებლობას იდაოს მთელ რიგ უფლებრივ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის ჭრილში, თუ კი დაირღვა მათი უფლებები, მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს არაერთხელ დაფიქსირებულა მათ შორის ადამიანურებო ორგანიზაციების მიერ, რომ არის პრობლემა და დღეს უკვე ჩვენ ეს საჩივარში ავსახეთ და შესაბამისად მივიჩნევთ, რომ არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მოხელს. ამასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ შეიტანეს არჩევანი და მაინტერესებს მოითხოვეთ თუ არა მაშინ დროებით ღონისძიება და ამ კანონის მოქმედების შეჩერება. დიახ, ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, რუსული კანონი გასაჩივრებული გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ის საქმე აერთიანებს 140 სუბიექტს, ვინც დაობს ამ კანონთან დაკავშირებით. ეს გაიგზავნა ოქტომბერში, თუ სწორად მახსოვს 17 ოქტომბერს და ჩვენ ამ დავის ფარგლებში არ მოგვითხოვია ამასთან დაკავშირებით, როდესაც პრეზენტაციაც გავაკეთეთ ამ საჩივრის და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მაშინვე მათ შორის ამ კითხვასაც უპასუხეთ და მაშინაც განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ მოგვითხოვია უზრუნველყოფის ამ ფორმის გამოყენება კონკრეტულ დროს, თუმცა ეს ნებისმიერ დროს, როდესაც საჭიროება კი ბატონო. რატომ არ მოითხოვეთ იგივე კი ბატონო, ამასთან დაკავშირებითაც მაშინაც დაისვა ეს საკითხები და მაშინაც განმარტეთ, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების პროცედურები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის პროცედურები და ჩვენ შესაბამისად იმ დავის სტრატეგიებს, რაც გვაქვს კონკრეტულ შემთხვევაში ხოლმე და მათ შორის რაც ჰქონდა რუსული კანონის გასაჩივრების დროს, მივუყვებით იმ პროცედურებს და იმ მექანიზმებს, რაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა ეს კანონი და ყველას ახსოვს ის განხილვები, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა და ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ რუსული კანონის შეჩერების ყველა წინაპირობა იყო. კი არის გითხარით, რომ ამის წინაპირობები, როდესაც იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმის გათვალისწინებით და პრაქტიკის გათვალისწინებით, მაშინ მოვითხოვდით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხის განხილვის დრო ჯერ არ იყო. ამაზე ხო. ხო, ეს დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები და ჩვენ არასდროს არც მაშინ არ გამოგვირიცხავს ეს შესაძლებლობა და არც ახლა არ გამოვირიცხავთ. რისი დაზუსტება მინდა იცით, რომ არ გაქვთ იმედი, რომ ამ მოთხოვნას დაგიკმაყოფილებთ ევროპული სასამართლო, იმიტომ რომ რატომ არ გამოიყენეთ ეს პაკეტი აქამდე აი ეს. ხო, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმედი და სწორედ ამიტომ დავთ ყველა იმ საკითხზე, რაზეც ქვეყნის შიგნით ვერ ვაღწევთ სამართლიან გადაწყვეტილებებს. ეს ეხება მათ შორის საარჩევნო საკითხებზე დღეს ჩვენ მიერ გაჟღერებულ აი ამ საქმეს, ეს ეხება ყველა სხვა საქმეს, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვაგზავნით. ყოველთვის ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ვენდობით მას და იმიტომ ვაგზავნით საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. განსხვავებით ქვეყნის შიგნით არსებული სასამართლო სისტემისაგან, რომელიც სამწუხაროდ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც არც დასაბუთებულია, რომელიც არც სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტებს აკმაყოფილებს და შესაბამისად საჭირო ხდება ხოლმე დავის გაგზავნა უკვე სტრასბურგის სასამართლოში. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გიპასუხეთ. როდესაც ჩავთვლით საჭიროთ, მაშინ მივმართავთ შესაბამის მექანიზმებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ხო, აი კიდევ ერთხელ, როცა ჩავთვლით, რომ არის საჭირო დრო, აი მაშინ მივმართავთ. ამას განაპირობებს შესაბამისი მოვლენების განვითარება. ნუ მე მგონი მოვჩით ხო ეს რა. არა, მოვჩით ახლა უკვე რამდენჯერ უნდა არა. მთელი 5 წუთია თქვენ კითხვას პასუხობ. ხო და ანუ თქვენც ერთ და იგივე კითხვას სვამთ და ეს არის პასუხი. მიიღეთ პასუხი. მიიღეთ ის პასუხი. პასუხი მიიღეთ. თქვენ უკვე მიიღეთ პასუხი. თუ ეს პასუხი თქვენ არ მოგწონთ, იგივე კითხვაზე ვეღარ გიპასუხებთ. დიახ, თქვენ რა გაინტერესებთ? ასთან დაკავშირებით? ფონდის დაყალიბებასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ განცხადება. დიახ.
თქვა, რომ ეს ფონდები ემსახურებოდა სახალხებას დანაშაულებას და დაფინანსებას. ხო, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის თლიანად პოლიტიკური და ეს არ არის რაიმე კავშირში მართლაც იმ მძიმე ტექსტთან, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, იმიტომ რომ არანაირი წინაპირობები არ არსებობდა იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშებია, მათ შორის აი ამ ფონდის დაყადაღებული, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს რაიმე ფორმით სწორი გადაწყვეტილება, ეს ატარებს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს, რომ ეს რეპრესიები, რომელიც უკვე ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ინტენსიურად და სხვადასხვა ფორმა აქვს, კიდევ უფრო მეტად გაავრცელოს ახლა უკვე სხვა სეგმენტზე და ეს აი ამ რეპრესიების გაგრძელებაა მხოლოდ და მხოლოდ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. და პიროტექნიკის შესყიდვაზეა საუბარი, გაფჭურვილობის შესყიდვაზეა. ეს არ შეიძლება იყოს მიზეზი ისინი ამ არც ერთ იმას შემთხვევაში არ დადასტურებულა ეს პროკურატურის ვარაუდია და არც ერთი. ხო, ამაზე უკვე რა ვიცი პასუხი. ამ ფონდების დაყადაღების საქმეს რაც საჯაროდ არის ცნობილი, ასეთი კომენტარი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში არანაირი პირობა და მათ შორის პროკურატურის განცხადება არ აკონკრეტებს, რას ედავებიან, არის ძალიან ზოგადი ფორმულირება და მხოლოდ იმ მიზნის მატარებელი, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გაუჩინოს შიში და ასევე შეზღუდოს ის დახმარება, რომელსაც იღებდნენ ადამიანები ჯარიმის გადახდის პირობით. და არა მარტო ჯარიმის, ანუ ჯანმრთელობის კუთხით ძალიან ბევრს ეწეოდა დახმარება. ხო, ну სხვა ფონდის საქმიანობა განსხვავებულია. ზოგიერთი ჯარიმის გადახდაში ეხმარებოდა უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს, ზოგიერთი სხვა ტიპის დახმარებასაც უწევდა მოქალაქეებს, მათ შორის მკურნალობის ხარჯების თვალსაზრისით, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დახმარება ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის და როდესაც ეს არ არის ხელმისაწვდომი, ეს არის პრობლემა. ამ ანგარიშების დაყადაღება სწორედ აი ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს, რაც ქვეყანაში დგას. ხალხო, მე ვკითხავ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. რამდენიმე ასპექტია, მოკლედ რომ ავხსნა, თავდაპირველად ის ფაქტი, რომ ოპოზიცია, მათ შორის თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებზე საპარლამენტო არჩევნებზე იყო ფარულობის დარღვევა და საკმაოდ ისეთი, ასე ვთქვათ, საკითხია ეს მასშტაბური და შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებითაც არსებობს ლეგიტიმური კითხვა ამ შემთხვევაში, რომ შეიძლება იგივე პრინციპი განმეორდეს და განსაკუთრებით საყურადღებოა მეორე ნაწილი, უშუალოდ ოპოზიციის მიიღებს თუ არა ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას. კი ბატონო. ალბათობა იმისა, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ლეგიტიმაციის საკითხზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, ან რამდენად ლეგიტიმურია ზოგადად რომ თუნდაც ოპოზიციის მონაწილეობის მიღებით ჩატარდეს ეს არჩევნები, ან თუ არ მიიღებს ოპოზიცია მონაწილეობას, უშუალოდ ქართულ მოცემამ ჩაატაროს აღნიშნული თვითმმართველობის არჩევნები. ამ კითხვის პოლიტიკურ ნაწილზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა. ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსირებ იმ პოზიციას, რაც ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით და შემდგომ პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმურობის პრობლემა. ეს ლეგიტიმურობის პრობლემა წარმოშვა ერთი მხრივ დარღვევებმა, რომელიც მოხდა არჩევნების დროს, მათ შორის ფარულობასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ როგორც გითხარით, მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს პრობლემა ასევე წარმოშვა იმან, რომ ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში იყო ეს საკითხები განსახილველი, როდესაც კანონმდებლობის დარღვევით შეიკრიბა პარლამენტი და დაიწყო ცნო საკუთარი უფლებამოსილება. ამის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, იზიარებს ამ არალეგიტიმურობის იმ ჯაჭვში ექცევა, რასაც საფუძველი ჩაუყარა ამ გადაწყვეტილებებმა და შესაბამისად არსებობს ახლა ის კრიზისი, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ეს არის როგორც კონსტიტუციურ სამართლებრივი კრიზისი, ასევე ეს არის კრიზისი, რომელიც აი ამ პოლიტიკურ ვითარებას შეესაბამება და უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი, რომლის მთავარი მოთხოვნა ერთ-ერთი არის სწორედ ახალი არჩევნების ჩატარება და სანამ ეს საკითხი დგას ასე დღის წესრიგში, როგორი იქნება შემდგომი არჩევნები, ამაზე ეს კრიზისის ფარგლებში და მისი გადაჭრის შემდგომ შეიძლება მხოლოდ საუბარი. ახლა ჩვენ ვართ ამ რეალობაში, რომლის შეფასების შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა რაღაცა ტიპის კომენტარი გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, რა იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების.